თემობა 2015 გაიხსნა. ეს მისი ერთ-ერთი მონაწილე ცხენი ბუცეფალია. ახლა ის თავის პატრონთან სერგო გოგოლაძესთან ერთად დოღზე გასასვლელად ემზადება. ბუცეფალი გასული წლის ჩემპიონია სერგო მას მორიგი წარმატებისთვის ამხნევებს. შეჯიბრი დაიწყო 9 ცხენიდან ყველაზე სწრაფი უნდა გამოვლინდეს. ბუცეფალი ფინიშთან რიგით მეორე იყო. გამარჯვება კი კახაბერ ბიწაძემ მოიპოვა ყველაზე სწრაფი მისი ცხენი. ცოტა უცნაური სახელით კუკლა აღმოჩნდა. შარშან მივიღო პირველად და მეორე ადგილზე გავედი და შევცვალე ახლა ცხენი. წარმატების მიმოხსია და ალბათ 10-ს გავიმარჯვე. დოღში გამარჯვებულიც გამოვლინდა. ახლა ჭიდაობის ჯერი დადგა. მოჭიდავეებისთვის დაძაბული, მაყურებლებისთვის კი მხიარული ორთაბრძოლები დიდებში გიორგი სუქნიძის, პატარებში კი ჯემალ ტატიშვილის გამარჯვებით დასრულდა. ჭიდაობას მკლავ ჭიდი მოჰყვა, სადაც გამარჯვება სოფელ კალაურის მკვიდრმა ნიკა ასანიძემ მოიპოვა. სოფლის დღესასწაულს საქართველოს პარლამენტის წევრი ანა მიროტაძე ესწრებოდა. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ესეთი სპორტული ღონისძიებები ხელს უწყობს მოტივაციას ახალგაზრდების, რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ ასეთ საქმეებში. მყავდა ჩემი ფავორიტი, სამწუხაროდ ვერ გაიმარჯვა, მაგრამ არა უშავს, აქ ყველა გამარჯვებული, ახლა ვინც მიიღო მონაწილეობა, ახლა უნდა ნახო ერთი ვინ გაიმარჯვებს დანარჩენ ღონისძიებებში, როგორც ვიცი არის ვაგირის გადაწევაში შეჯიბრი და არის ჭიდაობაში შეჯიბრი, ძალიან საინტერესოა, ჩამოვედი, მართლა ძალიან მოტივირებული ვარ, მიყვარს აქაურობა, ყოველთვის ვცდილობ, როცა არის ამის შესაძლებლობა, რომ ვიყო ამ ქალაქის მოსახლეობასთან. ჩვენ სტუმრებთან ერთად ვიმყოფებით, არიან თბილისიდან, რუსთავიდან, უამრავი ქალაქიდან არიან ჩამოსულები, ძალიან გახარებულები ვართ ამ ფესტივალით, იყო დოღი, არიან გამარჯვებულები, ასევე იყო ჭიდაობა, მკლავჭიდი. და რა ვიცი, ყვაყოფილი ვარ ასეთი მხიარულებით და შეჯიბრებებით. სპორტული შეჯიბრებები, რომელშიც მონაწილეობას სოფლების, სვერის, ცხრუკვეთის, თვალუეთის, მანდაეთის, გეზრულის, ჩხირაულისა და ტყემლოვანას მოსახლეობა იღებდა, გუნდური შეჯიბრით, ბაგირის გადაზიდვით დასრულდა. გამარჯვება სვერმა მოიპოვა. თემობა 2015-მა კი მოედანზე გადაინაცვლა, სადაც საგანგებოდ მოწყობილი სცენის ირგვლივ უამრავმა მაყურებელმა მოიყარა თავი. აქ ადგილობრივ სახალხო მთქმელთა მონაწილეობით პოეზიის საღამო მოეწყო. მესამე წელიწადია მიმდინარეობს უკვე თემობა, რომელიც დღესასწაულიც აღვადგინეთ. უკვე ხალხში იბადება უკვე ძირითადად ეს სიყვარული, რაც არის ერთიანობა. იმატებს უკვე ხალხის რაოდენობა. პირველ წელიწადს მართალია ცოტა მოვიდა, მეორე წელიწადს უკვე ძალიან დიდი ღონისძიებები ტარდება, უფრო მეტი ხალხი არის მოსული და ასე რომ მინდა მიულოცო ყველა ამ 7 სოფლის თემის მოსახლეობას ეს ლამაზი დღესასწაულის აღდგენა და უსწორო სიყვარული, ერთიანობა და გოჩიდგომა. შემდეგ დღესასწაულის პატარა მონაწილეების ჯერიც დადგა. თავდაპირველად სცენაზე ჭიათურის კულტურის ცენტრთან არსებული მრავალპროფილიანი თეატრის მსახიობებმა თოჯინების სპექტაკლი ბატის ჭუკი ითამაშეს. სპექტაკლი საცირკო წარმოდგენამ ჩაანაცვლა. პატარების განსაკუთრებული მოწონება სუპერ გმირმა ადამიანმა ობობამ დაიმსახურა. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს საცირკო ნომრებში, რომლებიც არც ისე ადვილი შესასრულებელი აღმოჩნდა. პირველად 2013 წელს გავმართეთ ეს ღონისძიება და მე მართლაც მიხარია და მინდა მიულოცო ყველა იმ სოფლებს, რომელიც მონაწილეობენ ამ ტრადიციულ ღონისძიებაში და მიხარია, რომ ყოველ წელს უფრო და უფრო მრავალფეროვანი ხდება ეს ღონისძიებები და რა თქმა უნდა ადამიანების ჩართულობა უფრო და უფრო მეტად იზრდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამე თუ ჩვენი კულტურა, ჩვენი ტრადიცია, რომელთა ჩვენ ვიკვებებით, ეს არის ჩვენი სულიერების საზდო, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან მძიმე სოციალური ფონი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, უჭირს ჩვენს მოსახლეობას, ეს აუცილებელია და ეს არის მნიშვნელოვანი რამ, რაც ჩვენ ქართველები საუკუნეების განმავლობაში გაგვაჩნდა ეს ტრადიციები, რომლებიც მოდიოდა, რა თქმა უნდა გაუთხილდეთ, უნდა მოვეფეროთ და პირველ რიგში რაც თავარია, სწორედ ეს ღონისძიებები ემსახურება ადამიანებთან გაერთიანებას, სწორედ ერთმანეთის სიყვარულს, ერთმანეთის გვერდში დგომას.
თემობის დღესასწაული სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს ლოცვა კურთხევით იმართება. ამ დღეს სოფელს ვერს ჭიათურა საჩხერის მიტროპოლიტი მეუფე დანიელი ესტუმრა. ჩვენ ვართ მოწმე ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეროვნული ტრადიციის აღდგენისა. აი ამ ტრადიციას ქვია თემობა და იმართებოდა წარსულში თითქმის საქართველოს ყველა რეგიონში მსგავსი სახალხო დღესასწაულები. ეს დღესასწაულები იყო დაკავშირებული რასაკვირველია დიდ ქრისტიანულ დღესასწაულებთან და ეს იყო ზეიმი გაგრძელება, ქრისტიანული ზეიმის გაგრძელება ტაძრის გარეთ, როდესაც ჩვენი ხალხი გამოხატავდა აი ამ სიხარულს, ღვთისადმი სიყვარულის დიდი დღესასწაულის სიხარულს გამოხატავდა სხვადასხვა ღონისძიებებში, სადაც ესწრებოდა მთელი ხალხი და აი ეს სიხარული, რომელიც ტაძარში განიცადეს ადამიანებმა, რომ არ დასრულებულიყო, მალე გრძელდებოდა მთელი დღის განმავლობაში. საღამო გალა კონცერტით გაგრძელდა, რომელშიც მონაწილეობას ქართული ესტრადის ვარსკვლავები იღებდნენ. სპეციალურად ამ დღისთვის თბილისიდან თეიმურაზ ციკლაური, ბესო კალანდაძე, იუმორისტი ბიძინა მახარაძე, ზურაბ ჩინჩალაძე, ვერიკო ტურაშვილი, პაატა თედიაშვილი, გიორგი დათიაშვილი, თიკა მახალდიანი, ლაშა რამიშვილი, მაკა და მიშიკო ქაჯაიები ჩამოვიდნენ. ჩემის აზრით აი საქმეს ვაკეთებ, იმიტომ რომ ჩემის აზრით ჩვენ შეგვაქვს კულტურა უშუალოდ ტელევიზია ვერ გააკეთებს იმას, რასაც ერთი კონცერტი გააკეთებს და სულ სხვა კონტაქტი უშუალო და სულ სხვა კონცერტი ნანახი ტელევიზიით. ჩვენ ახლა ჯერ არ გავსულვარ სცენაზე, მაგრამ ცოტა ნერვიულობ, იმიტომ რომ იუმორი ისეთი რაღაცაა, შეიძლება შენ გესმოდეს, მაგრამ როგორ მიგიღებენ, რა იქნება, ეს ყველა კონცერტში ასე. პირველად არ ვარ ჭიათურაში, ადრეც ვიყავი კონცერტზე, მაგრამ სფერში ვარ პირველად და რაღაც ძალიან ლამაზია, რაღაც ძალიან მაღლა, რაღაც ძალიან სილამაზია და მე ძალიან მოხიბლული ვარ სფერით და რა ვიცი, ძალიან მიხარია რომ დღეს აქ ჩამოვედი და არის ბოლოს სპორტულ შეჯიბრებებში გამარჯვებული მონაწილეების დაჯილდოების დროც დადგა. პირველი ადგილის მფლობელები მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ 250 ლარით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდა ინტერნეტ პროვაიდერი კომპანიის SmartNet-ის წარმომადგენელი, რომელმაც თავის რჩეული ჭიდაობაში მეორე ადგილზე გასული გიორგი ბიწაძე ინტერნეტის ანტენით და 200 ლარის ღირებულების პრიზით. ასევე ერთწლიანი ფასდაკლების სერვისით დააჯილდოვა. პროექტის გენერალურმა სპონსორმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალმა გუნდურ შეჯიბრებებში საერთო გამარჯვებული სოფელი თვალუეთი 500 ლარით და მის მიერ დაწესებული პრიზით გარდამავალი თასით დააჯილდოვა. ყავს არაჩვეულებრივი სტუმრები, ჭიათურა საჩხერის ეპარქიის მდელსახურები, მისი მაღალ ყოვლადუსამღვდელოებისობა მეუფე დანიელი. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ყველას იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გვიჭერენ ხარს, ესენი არიან შეპესე ჯორჯიან მანგანეზი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, შეპესე ქობულეთური, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი და ჭიათურაში მოქმედი სხვადასხვა ორგანიზაციები, ასევე დამიკავშირდა კომპანია შეპესე SmartNet-ის წარმომადგენლები, რომლებმაც დააწესეს თავისი პრიზი, ასე ვთქვათ. მე მინდა დიდი მადლობა უთხრა ამ კომპანიის წარმომადგენლის ჭიათურაში გიორგი ხახიშვილს, რომელმაც დღეს ძალიან დიდი სიურპრიზი მოუწყო თემობის ტრადიციის, ასე ვთქვათ, იმ 7 სოფლის მოსახლეობას და ფაქტიურად ეს სოფლები დაიფარა ინტერნეტის ქსელით, რაც საუკუნეების და მე ვიტყვი, რომ ძალიან დიდი პრობლემა იყო და ეს დღეს უკვე შესაძლებელია, რომ ამ სოფლებში ინტერნეტი უკვე არის. მე ვიტყვი, რომ აღმთოვანებული ვარ წელს თემობა მართლაც ძალიან კარგად ჩატარდა, შედგა რასაც ქვია. წლების წინ მივიწყებული თემობის აღნიშვნის ტრადიცია 3 წლის წინ მალხაზ და ირაკლი ბიწაძეების ინიციატივით და ორგანიზებით აღდგა. თემობა 2015 გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა. სუმრათავარ ჩამოსული, მომწონს არიან კონცერტი, კარგად ვერთობი, პირველში ყველა სულოცავ ამ დღეს და მოხარული ვარ თუ ხშირად გაიმართება მსგავსი კონცერტები. პროექტ
პროექტის მხარდამჭერები შეპესე ჯორჯიან მანგანეზი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობა შეპესე ქობულეთური და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ლაზიკა კაპიტალი იყვნენ. საინფორმაციო მხარდამჭერი კი ტელეკომპანია იმერვიზ